წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ გამოცემებს, რომლებიც მაღაზიის გარდა შეგიძლიათ 10-13 აპრილს ნახოთ ექსპო ჯორჯიაში ახალი წიგნის ასოციაციის მიერ მოწყობილ გამოფენაზე. ისე დროში ვცხოვრობთ, რომ ძალიან ხშირად გაიგონებთ ხოლმე ირონიულად ნათქვამს, რაღაც კარგიც ხდებაო. ეს ის შემთხვევა, როდესაც რაღაც კარგი მართლაც მოხდება, ეს იქნება 10-დან 13 აპრილის ჩათვლით, წიგნის ბაზრობა გაემართება გამოფენაზე. წიგნების ბაზრობაზე დაგვხვდებათ ძალიან საინტერესო პატარა გამომცემლობები და ასევე დიდი გამომცემლობები. ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რაც გვაქვს, ნიჭია და ნიჭი კიდევ ამ წიგნებში ტრიალებს. ბევრი თანამედროვე ქართულ ავტორში. და თანამედროვე ქართული ავტორების გარდა წარმოდგენილი იქნება ბევრი უცხოენოვანი ლიტერატურაც, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის. ჩვენი მკითხველის და ამ კულტურის უკან ძალიან ბევრი მოაზროვნე ადამიანი დგას მწერლიდან და გამომცემლიდან დაწყებული, დამთავრებული მკითხველ შემფასებელთან. ჩვენ ამ ჯაჭვს ვკრავთ და ძალიან სასიამოვნოა და საპასუხისმგებლო ჩვენთვის. სწორედ ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილი წიგნები, ქართველი გამომცემლობები და ასევე ევროპული გამომცემლობები, ფეიდონი, თაშენი, პინგვინი, მათი წიგნები არის წარმოდგენილი აქ ჩვენთან და ასევე ამ წიგნებს წარმოგიდგენთ ექსპო ჯორჯიაში 10 და 13 აპრილს ტრადიციულად მობრძანდით მე-11 პავილიონში და ისიამოვნეთ ამ მრავალფეროვნებით და ასევე ფასდაკლებებით. ეს უბრალოდ მაღაზია არ გახლავთ, ეს გახლავთ ამ უბანში ერთ-ერთი ყველაზე უფრო კოლორიტული, ყველაზე უფრო მყუდრო სივრცე. აქ თქვენ ნახავთ არა მხოლოდ ქართულ გამოცემებს, არამედ რაც ძალიან ნიშურია, ინგლისურენოვან და გერმანულენოვან გამოცემებს, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქ შეხვდებიან მოაზროვნე პატრიოტი და წიგნებზე შეყვარებული ადამიანები. მეც მოუთმელად ველი ამ დღეს, ჩემთვის საყვარელი მაღაზია წიგნები ვაკეში იქნება წარმოდგენილი, სადაც მე ძალიან ხშირად დავდივარ და ვყიდულობ წიგნებს ხელოვნებაზე. ვიხსენებდი, რომ როცა წიგნის კითხვა დავიწყე პირველად, ერთ-ერთი წიგნი, რომელიც ვიყიდე, ზუსტად ამ მაღაზიაში იყო, ეს იყო ოთარ ჭილაძის წინ მარადისობა. და ეს წიგნი ახლაც ღირსეულ ადგილს იკავებს ჩემი წიგნების თაროს. სწორედ ასეთი გარემოა ჩვენთან, ჩვენს მაღაზიაში წიგნები ვაკეში, არაყიშვილის 5 ნომერში და ასევე აი ამ გარემოთი ვეცდებით წარმოვდგეთ 10-13 აპრილს ახალი წიგნის ასოციაციის მიერ მოწყობილ ბაზრობაზე, ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში. გელოდებით. მნიშვნელოვანია ყველა ასაკისთვის, ვისაც კითხვა უყვარს, ან ვისაც წაკითხვის მოსმენა უხარია. და ვფიქრობ, რომ წიგნის ბაზრობა ღირსეული განაცხადი იქნება ქართული განათლებისთვის და წიგნის და წიგნიერების გავრცელებისთვის.